ეს ძალით არ გვიქნია დედას მისცა. პერები ხო? ზუსტად. ელამუჩიტე მემემდებს. სალამი მეგობრებო, მივესალმები ჩვენს მსმენელს, ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა თქვენ, ვინც გვისმენს, იმიტომ რომ თქვენი მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმისთვის რომ დიდხანს ვიარსებოთ და გამოგვივიდეს საინტერესო ეპიზოდები. დღეს ჩვენი სტუმარი არის გვანცა ჯაფარიძე. Artist name-ი Quata, ხო სწორად გამოვიდა? Quata. კი. და ძალიან მიხარია, დიდი ხანია გეგმავთ და ანუ ხან რა ვერ დავამთხვიეთ, ხან ვერ დავამთხვიეთ და ძალიან მიხარია მოკლედ რომ მოხვედი ჩვენთან ხარ. განსაკუთრებით შენი ალბომის ჩაშვების, ასე ვთქვათ და პრეზენტაციის შემდეგ ჩვენთან ხარ და ძალიან მიხარია რომ მუსიკაც გაჟღერდება. როგორ ხარ? ფანტასტიურ მდგომარეობაში ხარ და ფანტასტიურად გამოიყურები იმ ეტაპისთვის თან სადაც ხარ უკვე ნელ-ნელა ფინიშის ხაზთან მიდიხარ და როგორ ხარ? კარგად, მშვენივრად. ხო, რაღაცა ბოლოსკენ გამდივარ და უფრო რაღაც ვცდილობ რა კიდე რაღაცები რაც მინდა რომ მოვასწრო იმამდე. დეკრეტამდე. ხო, ასე თქვა დეკრეტამდე. და დღესაც ძალიან მიხარია რომ ეს შევძელით და რაღაცა მოვედით თქვენთან და ძალიან კარგი შარით თქვენი პოდკასტი რაღაც ეპიზოდებს ვუყურე და მიხარია ეს ინიციატივა თქვენგან. ძალიან დიდი მადლობა. და თან მუსიკა ამასთან ერთად რომ ანუ იქვე ჟღერდება, ეგ კიდე უფრო შარია, ანუ ეს მუსიკალური პოდკასტები ხო რაღაც არ ხასიათდებიან ხოლმე ეგეთი რაღაცა. ხო, ჩვენი თავარი მიზანი ზუსტად საავტორო მუსიკის პოპულარიზაცია არის და ამას ამის პროპაგანდას ვეწევით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ რაღაცა ამ ბოლო პერიოდში ნაკლებად ექცეოდა რა ყურადღება და ძირითადად რაღაცა cover ბენდები, რაღაცები, ანუ ძალიან წამოვიდა ასე ვთქვათ ტენდენცია და რაღაცა გვინდა რომ დავაბრუნოთ ის ხაზი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ყველა ნებისმიერი მუსიკოსისთვის და არტისტისთვის. ყველა მნიშვნელოვანია რომ დაინტერესდით. ძალიან დიდი მადლობა. თან მაგას უყურებდით რომ შეიძლება არის ბევრი საავტორო სიმღერა და ტრეკი იდება, მაგრამ ესე რომ თან გაიცნო არტისტი, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს, ეგრე არ არის ხოლმე და ნუ გავაერთიანეთ ეს ორი იდეა, რომ თან აი მოისმინო ვთქვათ 15 წუთი, 20 წუთი რაც ხდება დაკრული, თან გაიცანი ვინ არის ადამიანი და ერთი რაღაც full package იქნება, რომ რაღაცა გამოვა იმედია მე ამ ყველაფერსთან რა. აი, მოდი ჩვენ პირველ რიგში დავიწყოთ თვითონ ალბომის განხილვით, ასე ვთქვათ. თვითონ სამუშაო პროცესი როგორ იყო, იმიტომ რომ მე ვიცი რომ დიდი ხანი ემზადებოდით ან ამისთვის და როგორია რა ეს პროცესი, აი მუშაობის პროცესი, აი ცოტა ქაოტურია, ვთქვათ, აი როგორც მოვა მუზა თავში, აი ამას მიყვებით, თუ აი ისე დისციპლინირებული არის რომ დავჯექი და მე ხა მუშაობ რაღაცა კონკრეტულად რა სიტყვე რაღაცა და აქედან აქამდე რომ ეს მივიყვანო რა ბოლომდე. ამ კონკრეტული ალბომის მუშაობის პროცესი ხო რაღაცა ალბომის სახელიც გავაჟღეროთ. Out of Body. ესე ქვია. ძალიან გაიწელა. თვითონ მუშაობის პროცესაც ჰქონდა რაღაცა სხვადასხვა ეტაპები, იმიტომ რომ დაიწყო საერთოდ სხვა ქვეყანაში, სადაც ვიყავი სასწავლებლად და იქ უფრო მომეცა საშუალება, რომ აი რაღაცა, ანუ ჩემს თავთან უფრო რაღაცა მარტო ჩავრღმავებოდი იმ რაღაცებს და ანუ ეს რაღაცა მუსიკალური იდეები უფრო ისე გადმომეცა, როგორც სხვა თქვათ, ანუ სულ მინდოდა, ანუ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ანუ მანამდეც მქონდა რაღაც მცდელობები, უფრო სხვა პროექტით, ექსპერიმენტალურათი და ის იყო უფრო ისეთი, ის იყო ზუსტად აი ქაოტური რა, აი რაღაცა ერთ-ორ ტრეკს თუ რაღაც ან 10 წუთიან ტრეკს გავაკეთებდი ხოლმე და ნუ აი ის მოიცავდა ხოლმე თლიან ამ რაღაცა იდეას რა. და აი რაღაც ალბომზე უკვე იმის იქით ვეღარ გადავდიოდი ხოლმე რა. იმიტომ რომ ანუ შეიძლება არც მქონდა იმდენად ძაფრი შეგრძნებები, რაც თქვათ აი ფინეთში ამოვიდა რა, ეს რაღაცა ზედაპირზე. ხო და შესაბამისად იქ დაიწყო, ოღონდ ესე ძალიან ჩვეულებრივი ინტიმური პროცესით, რომ აი რაღაცა უბრალოდ ფურცელი პასტა, მე უკვე რაღაც ინსტრუმენტი, რასაც თავიდან ძალიან ესე ვეპარებოდი ხოლმე, იმიტომ რომ ცოტა მეშინოდა, იმიტომ რომ აი რაღაცა საკუთარ თავთან ის მქონდა რა, რომ აი ისე რა შენ არ შეგიძლია ტექსტის წერა, თუ რაღაცა ისეთი ის მქონდა რა, წარმოდგენა საკუთარ თავზე და ნუ შეიძლება მაშინ არც მქონდა არც სიტყვებში იმდენი საინტერესო რაღაც გამოსათქმელი თუ რაღაც რა, ხო და იქიდან დაიწყო ძალიან ესე ჩონჩხი რაღაც მოტივი ასე ვთქვათ და მე რო ჩამოვედი უკვე გავაგრძელე ანუ აქ ოღონდ იმდენად კიდე უფრო მეტად
გამირთულდა რამ ხრივ რა ანუ ჩემი ანუ ეს რაღაცა მდგომარეობა მენტალური ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ძალიან რთული იყო ანუ იქ ყოფნას რო შევადარო რა ანუ რომ მეგონა რომ აი რაღაცა ჩემ მშობლიურ გარემოს დაუბრუნდები და რაღაცა უფრო არ პირიქით და აი მუშაობა სიმართლე რო გითხრა უფრო თერაპიის რაღაცის შეასრულა ფუნქციაც კიდეც იმიტომ რომ აი მახსოვს რომ გაგანია საფხულში ჩავიკეტე რაღაც სახლის სტუდიაში და აი გამაგრილებელ იმასაც არ ვიყენებდი რაღაცა ანუ აი რაღაცა ის მქონდა რა თითქოს თან თერაპიაც იყო თან ეხა შენ ეს უნდა გააკეთო თუ რაღაც რა რაღაც მიზანი ნუ ეს ხო ძალიან ის არის რა ანუ აი რაღაცნაირი სტრესიც არის თავთან თავგანწირვა არის ჩვენ ეხა რო ვიხსენებ რეალურად აი რაღაც საათობით რო ატარებ დროს რაღაც მე ერთი სტუდიიდან მე მეორე სტუდიაში გადავინაცვლებდი და იქაც აი ეს რო არ ბოლომდე და აი ზოგჯერ მავიწყდებოდა რომ რაღაცა ხა უნდა ჭამო ხა უნდა წალიდალიო და არა ანუ ბოლომდე ეს გააკეთე და მე რა აი ფაქტობრივად ხო შენი თავი გადადებული გაქვს თუ რაღაცა მაგ შემთხვევაში აი როცა ეხა მე ნაკლებად ვარ შემოქმედებითი ნაწილით დაკავებული რა ეხა თქვენ გასხვავებით აი მაგ შემთხვევაში როცა აძალებ შენ თავს რომ რაღაცა გააკეთო არ არის ის პრობლემა რომ უფრო არ გამოგდი ის თქვათ აი writer ბლოკირასაც აი დაძალებული ხო აი დაძალებით ხო შეიძლება მაგრამ აი რაღაც დისციპლინა და რაღაც დედლაინი ასე ვთქვათ ხო რა გჭირდება აუცილებლად იმიტომ რომ აი მე აი უბრალოდ ვერ მოთოკავ შენ ნებისყოფად ძალიან დიდ როლს ასრულებს ამ აი ნებისყოფის გარშე უბრალოდ გამორიცხული იმიტომ რომ ანუ ძალიან რთულია რეალურად რა ყველანაირი შენ თუნდაც აი ხატვაც ძალიან რთულია რომ აი რაღაცა ის გაქვს რომ აი ხა შენ ეს უნდა დაასრულო თუ რაღაცა რა და მე არ მიყვარს ხოლმე ხო ეს რა გადადებული რაღაცები არ მიყვარს შეიძლება დიდი ხნით ადრე დავიწყო მაგრამ აუცილებლად დავასრულებ რა ანუ როცა იქნება დავასრულებ ხო და აქედან გამომდინარე ხო რა ანუ ეს პროცესი ძალიან დიდ პროცესმა ხო რა დიდი დრო წაიღო შემდეგ აი რაღაცა დაუსრულებელი ტრეკები იყო ჯერ კიდევ და რაღაცა ანუ ბოლომდე ესეთი სახე არ ქონდა მიცემული რომ გადავწყვიტეთ მოდი ეხა გავაკეთოთ პრეზენტაცია პირიქით რა და ამ პრეზენტაციას ახლდეს რაღაცა კიდე დამატებითი ელემენტები თქვა აი ვიზუალური რაღაც ქორეოგრაფიული და კიდე რაღაცა ბოდიში რომ გაწყვეტინებ ეს მახსოვს რომ წინა ალბომი იყო ხო არა ეს ალბომი იყო ეს ალბომი იყო მე მახსოვდა რომ შარშან გაკეთდა ჯერ კიდევ ხო მე მახსოვდა რომ სხვა იყო და იქ ხო ეს ცეკვა და ქორეოგრაფია მახსოვს და ძალიან საინტერესო იყო და მე კიდე ამ პროცესმა ხო ანუ კიდე რაღაც სხვა რაღაცები გაჩნდა ის ასე ვთქვათ აი 2 დღის განმავლობაში ანუ იქ დარჩა და ის კიდე სხვა მიმართულებაა ასე ვთქვათ რა იმიტომ რომ ანუ ლაივი კიდე სხვა ყოველდღე აი ლაივი მანამდე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ანუ პირველ რიგში ეს რაღაც მუსიკალური მხარეში ყოფილიყავი ჩამოყალიბებული აი როგორ გავაჟღერებდი ამ ყველაფერს რა და ნუ მე ეს რაღაც სინთესტრას იდეაც მაშინ დაიბადა რომელიც ნუ ასევე ფინეთში გავიგე ამის შესახებ რაღაცა სინთეზატორები და ანუ არა თქვათ აკუსტიკური ინსტრუმენტები არამედ აი სინთებით ვცადოთ დაკვრა თუ რაღაც რა და ხო აი ეს მუშაობის პროცესი შექმნის ერთია და მერე იწყება რომ ეს უნდა გალაივო ანუ ეს ყველაფერი გადმოიტანო ის რაც იქ ჟღერს და მით უმეტეს რაც უფრო ექსპერიმენტულია და რაც უფრო გამოწვევა ხო ანუ ესეთი ნიშურია და ესეთი მიმართულება მით უფრო რთულია მერე ის მოიფიქრო რომ ეს ყველაფერი ისევე ჟღერდეს და ისევე საინტერესო ხო და თან რო არ გამოგივიდეს რომ ეხა ფონოგრამაზე მღერა ეგ მაგის ხო კატეგორიული ხო ან ეგეც რო იმიტომ რთულია ხო არ ეგეთ პროექტები ხო მაგრამ მე ძალიან არ მიზიდავს ხო, ძირითადად ახლა ეგეთი პროექტები უნდა შემოიფარგლოს ჩემი აზრით, ჰიპ-ჰოპ ნაწილით და ეგეთი აი ბიტი და უფრო არა ექსპერიმენტალური რაღაცა. ექსპერიმენტალური ისეთი რაღაცაა, რომ ახლა თუნდაც ატონალურ რაღაცებს რო უკრავ, ის უნდა დაუკრა იქვე, რომ იმიტომ რომ იქ შეს კარგად და ერთი რაც მინდოდა თქვა და ხშირად ჭირდება ხოლმე რა, ეს აქ რომ აი რო იწელება ალბომი, მარტო შენი არ ყველასი სოფოსიც აგერ იწელება, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში როგორ არის, იცი, მუსიკოს არ აქვს იმის დრო რომ მარტო მუსიკაზე იფიქროს რა. გიწევს რომ აი ყველაფერზე იფიქრო რაღაცა. ამ როგორ ხერხდება ხოლმე ეგეთ რაღაცები, ეგეც ძალიან გასაკვირია. აი მაგიტო იწელება, მე მაგას უყურებ ხოლმე რომ რა თქმა უნდა, გადარჩენისთვის რომ იბრძვი და ელემენტარული რაღაც სტაბილური სიტუაცია არ გაქვს ქვეყანაში რომ ანუ ესეც ხო ემატება, მაგრამ რა არიცი, აი რა ვიცი, ხა ერთ წუთში რა გელოდება არიცი. არიცი ხო. ყოველდღიური სტრესია, რომელიც მოქმედებს იმაზეც, რა ქვია, კრეატივზეც და მუშაობის დისციპლინაზეც.
დანაშაული შეგრძნება, რომ აი მე ხამს რა ვაკეთებ, რომ აი ამანაც წაიღო 1 წელი ზუსტად. ანუ ესე იგი გაზაფხულზე უნდა გამოსულიყო რეალურად ალბომი, გაზაფხულზე დავამთავრეთ, ანუ სტუდიური უკვე ბაკურასთან, დავით ბაკურაძეს დიდი მადლობა. ხო, დავით ბაკურაძესთან სტუდიაში უკვე ეს რაღაცა ვერსიები მივყანეთ ბოლომდე რა, ანუ ჩამოყალიბებულად რაღაცა მთელი საუნდით, მასტერინგი ესა და უკვე აი გამზადებული არის რაღაც ალბომი და ნუ ეს დაიწყო ეს გაზაფხულის აქციები და ვის ახსოვს კი არა და ანუ ყველა გარეთ შენ თვითონ არ გახსოვს ეგ არის ხო ანუ იმიტომ რომ ხო ანუ არის რაღაც მომენტები როცა ანუ რაღაცას ანუ აზრი ეკარგება უბრალოდ ხო ჩვენ ქვეყანაში მით უმეტეს რა იმიტომ რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და აი ეს პოლიტიკა არის მთელი ჩვენი ცხოვრება ანუ სამწუხარო და ყველაფერი ძალიან მოქმედებს და შესაბამისად ხო ახლა ჩემთვისაც რავი ახლა ანუ ქვეყნის ანუ ეგეთი ის რომ ჩემ თანატოლები რაღაცა ანუ ესეთ ხეში არიან მე ხა მშვიდად წყნარად ვერ დავჭდები და აი მუსიკა დავწერე და იქ ვცემენ ხალხს და ხო ანუ ხო მე იმ ხალხის გამკვირვებია რომ მე პოლიტიკა ახლა არ მეხება არ ვერე რა ვქნა კაც ანუ მაგას ვერი რა იმნახე ანუ როგორ არ გეხება რავი მინიმუმ მარკეტში რო შედიხარ და ასოციალურ სტოვებ რაღაცა მაწონში და კარაქში რა ხო მინიმუმ მაგრამ ფინეთში რო დაუბრუნდეთ ისევ აი ის პროცესი სადაც დაიწყო რამდენი ხანი იყავი 1 წელი 1 წელი წასვლის მომენტი რო გაიხსენე რა აი მიდიხარ თან უკვე მაშინ აჩიკოსთან ერთად ცხოვრობ ცოლქმარი ხართ რაღაცა ეს პერიოდია და იგი პანდემიის პერიოდი იყო თან რის პერიოდი 2021 პანდემიის პანდემიის პერიოდია ხო ისედაც იზოლირებული რო ყოფილი აი რომ მიდიოდი ალბათ იყო ხო ის მომენტი რომ იცი რომ სასწავლებლად მიდიხარ რაღაცა ძალიან საინტერესო იქნება ეს პროცესი მაგრამ აი რომ წხდები რა უცებ იცი რომ მარტო უნდა დარჩე აი როგორია ეს სული იყო ძალიან მართლა სანამ წავიდოდი მანამდე მთელი ნერვიულობები მქონდა მით უმეტეს ახლა ხო ანუ მიუხედავად იმისა არ ვიყავი ახლა ისეთ პატარა ასაკში ვთქვათ რა რამე 27-ის თვეს და 6-ის ვიყავი თუ რაღაც ხო ანუ არა ახლა 18 წლისე მიდიან და წლობით არიან ხოლმე მაგრამ ნუ მაინც რა ახლა რა მნიშვნელობა აქვს ასაკს ანუ ის აღმოჩნდა რაღაცნაირი ხო ანუ მარტო განიცდი უცხო გარემოში უცხო ხალხთან თან არ არის მარტივი ქვეყანა კლიმატის მხრივ ესეც დეპრესიული ასე შემდეგ ანუ ზამთარი კი არა შემოდგომა უფრო ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის აი სიბნელე რა რამაც კიდევ უფრო ძალიან ცუდი მოქმედა და აი რაღაცა აი თუნდაც პანიკური შეტევები და რაღაც პირველად განვიცადი სრულიად აი ისეთ იმაში რა ხო ანუ რეალურად ცოტა რთული აღმოჩნდა თავიდან რაღაც პერიოდი მაგრამ ხო ანუ რასაც მე გადალახავ თუ რაღაცა პირიქით ანუ კიდევ უფრო მეტად გაძლიერებს ხოლმე და მე მივხვდი რომ აი მოდი აი ხა აი ამ რაღაცებზე შემიძლია რომ უბრალოდ ხა ანუ მუსიკაში გადმოვიტანო ეს ყველაფერი იმიტომ რომ მუსიკა იყო მაშინ ყველა ესეთი ძლიერი მედიუმი ჩემ ცხოვრებაში მიუხედავად იმისა რომ პანდემიის პერიოდში სულ ხატავდი ანუ სულ ხატავდი მაშინაც ყველას მდგომარეობა ჯანმრთელობის თუნდაც ფიზიკური თუნდაც მენტალური საერთოდ ხო ანუ ესე ვთქვათ შეირყა მათ შორის ვარ მეც და ეს ხატვა მშველოდა მაშინ აქტიურად სულ მე ფინეთს წასვლამდე გავაკეთე გამოფენა კიდეც რა ანუ რაღაცა exit to me დავარქვი და მაშინაც ამ თემებზე იყო რა ასე ვთქვათ და ყველა ნახატი რაღაცა იმას განმოსცემდა ოღონდ ძალიან ინტუიტიური იყო რა ანუ არ იყო ხო ეს რა ამაზე აი ნუ საბოლოო სურათს რო შეხედავდი უფრო დიდ სურათს რო შეხედავდი მიხვდებოდი რომ ანუ ხო ცოტა კარგად არ არის და მერე იქ ხა სულ ეს მუსიკა და ინსტრუმენტი და თან ეს რაღაცა ისეთი სტუდიები ქონდათ რომ აი ბუზის გაფრენას გვერდზე არ გაისმებოდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც იყო რომ აი შენთვის რაღაცას იმაშვები ფაჩურობ ეხლა მე არ ვარ დაკვრაში კარგი ეს ჩვეულებრივად არც ის არა მწვენი ამის აღიარება თუ რაღაც და ანუ მე მგონი ამეწებ ახლა შენ ცოტა ის ზედმეტი ის გაქრაქვია ის არა ქვია რაღაცას რიმოშებოდი აი ვიცოდი რომ არავის არ ესმის და შემიძლია რაღაცა თავისუფლად ხო თავისუფლად მე აი აქ რაღაცა ის ტრეკი ნაცრის ფერიც ეგრე რაღაც ინსტრუმენტი და საოცარ ინსტრუმენტები იყო იქ რაღაც ისე ჟღერდა რომ აღარ გჭირდებოდა საერთოდ დამატებით რაღაცეები და ამიტომ ხო მერე უკვე ის იყო რა ის სრულად ესე ჩავეფლე აი ამ რაღაცი მიუხედავად იმისა რომ თან ძალიან დაკავებულიც ვიყავი ამ სწავლის მხრივ იმიტომ რომ რატომღაც ავირჩია ძალიან ბევრი საგანი რასაც აი რატომ ანუ ცოტა რაღაცა თავისუფლება ჯობია სტრესის გამოვინება ერთ-ერთი აი ყველაფერს ერთია თავისუფალ დროს რო არიტოვებ ხო ზუსტად თან ჯაზზე ხო სწავლობდი და
აღმოჩნდა რომ ნუ ზოგადად ჯაზი ხო ეგეთი ის არის რა ანუ მიმართულება და ჟანრი აი ცოტა კლასიკურ მუსიკასაც შეადარება რომ ანუ აკადემიურია ძალიან ისჭირდება რა იმის იქით არ აინტერესებს და მე არ ვარ ეგეთი ადამიანი ანუ მე უფრო მიყვარს ანუ ექსპერიმენტები შესაბამისად ანუ ესე ვერ ვიქნებოდი თუ რაღაცა რაღაცა გუნდი და აფრიკული სიმღერები და იქ ჩემი მიმართულებაც რაღაც ეს ლაივ ელექტრონული იქაც ვიღაცებთან რაღაც ჯემ სეშენები მქონდა და ამ ხრივ ხო რა ანუ ცოტა მე გამოვედი რომ ანუ ეს ჯაზის აი ეს რაღაცა ჩაკეტებაც ძალიან მთრგუნავდა რაც აქაც მთრგუნავდა ხოლმე თქვა კონსერვატორიაშიც დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო ხოლმე მაგრამ ხო აი ამ რაღაცა მიმითი რა რომ აი მე ბევრ რაღაც ჟანრს შევეხერ ბევრ სხვადასხვანაირ ადამიანთან და მუსიკოსთან მქონდა შეხება აი ამან მე ძალიან კარგი რაღაცები ჩალეკა რა ასე ვთქვა დალექა ანუ ჩემს იმაშიც რა ანუ თქვა გონებაში და ხო რა შეიძლება ხო თავში ასე ვთქვათ და შეიძლება ესეც მე დამეხმარა კიდე რაღაცების მე იმავე დროს შეიძლება ვერ მიხვდა იმას რომ დაილექება მე რომ ამოვა სადღაც ამოიმღრევა იმდენი ინფორმაცია იყო იქ იმდენი რომ ეხაც ჯერ რამდენი ხანი იყავი? 1 წელი მაგრამ ინტენსიური ის იყო ასე ვთქვათ რა წამოხვიდოდი ჩაკეტილი იყო ყველაფერი ერთხელ ჩამოვედი საქართველოში ზამთარში ახალ წელს და მწვანოთეხის კონცერტები გქონდა რაღაცა ისა და ხო მე ისე და ის ჩამოსვლაც არ მახსოვს არ მახსენდება კარგად იმიტომ რომ რატო ხო აი რაღაც ისე ვიყავი აი გაუცხოებული მაშინაც ძალიან ხო ეგ არის ხო თან ორი კვირით თუ ჩამოვიდა ეგეც რთულია ეს ალბათ ეს რაღაც ჯერ თავიდან გონია რომ მე არ გამომიცდია ესე არასდროს რომ თქვა დიდი ხანი წავიდა სადღაც მაგრამ გონია რომ ბოდიში აი ეს კოღო ან მოკლა თან წავიდეს მე არ მიშლის მე ესე მგონია რომ თავიდან იწყება რაღაცა ძალიან ნოსტალგიური შეგრძნებებით ალბათ რა ნატრება გაკლია რაღაცა და მე ხო ყველაფერს ეჩვევი და მე რომ ეჩვევი მე უკვე იმ ნოსტალგიას და იმას გადაეჩვევი ადამიანს და სადღაც რო ბრუნდები უკან ალბათ სადაც უკვე ჩაკეტილი გაქვს ეს ემოციები მე იქ დაბრუნება უკვე გაუცხოებას იწვევს თითქოს ესე მგონია მიუხედავად იმისა რომ არ გამომიცდია და ეგეთი ალბათ რთული იყო მე დაბრუნება რომ ეხლა უნდა გადმოეწყო იმ კალაპოტში ჩაჯდე რაც დატოვებული ქონდა და მე იქაურებაზე გიჩვენე ხო არა თან რო იცი რომ კიდე უკან უნდა წახვიდე ეგ არის რა აი ეგ კიდე ოკეია ხო რაღაც მაგრამ აი მარტო დარჩენა და საკუთარი თავის შემეცნება ხო ეგ ძალიან ამან მაინც ხო ესე ბოლომდე ვერ შეიცნო მაგრამ ხო რა ბევრ რაღაცას გაიგებ მაგრამ მაგისთვის კიდე რაღაცების ცოდნა გჭირდება ალბათ რა ალბათ ყველაზე მაინც ძალიან ესეთი საინტერესო სულ მაგას ვამბობ ხოლმე რომ საკუთარი თავის ანალიზზე დიდი შემეცნება არაფერი არ არის აი საკუთარ თავს სამყარო რა თქმა უნდა ჯერ გამოჩინე ეხლა იცი რა მითხარი აჩიკოს ჩართულობა როგორ არის ხოლმე რა რომ აი თქვათ ეხლა რჩევის დონეზე და იმის დონეზე გასაგებია რომ რაღაცას ალბათ ასმენინებ და აბა მითხარი მაგრამ თვითონ შემოქმედებით ნაწილში რამდენად ახდენს საერთოდ ზეგავლენას თუ არ ახდენს თუ როგორ არის აი ხა კონკრეტულად ამ ალბომზე რო ვისაუბროთ იმიტომ რომ უფრო მაინც რადგან სიმღერები იყო და უფრო მაინც აჩიკოსთვის ბევრად ისეთი რა თქმა უნდა სონგრაიტერია თვითონ და შესაბამისად ხო ანუ ჩართულობა აი უფრო ეს რჩევის სახით ჭირდებოდა ხოლმე და ყოველთვის აი პირველი მსმენელი ყოველთვის აჩიკოა ხოლმე იმიტომ რომ ნუ ვიცი რომ ძალიან ანუ თავის კრიტიკია ყველაფრიანად ობიექტურად ხო შეიძლება ზოგჯერ სუბიექტურადაც მაგრამ ანუ ცდილობს რომ ანუ თუ რაღაც არის აუცილებლად ყოველთვის ამბობს ხოლმე და ანუ მაინც ობიექტურობას ინარჩუნებს ხო ინარჩუნებს ხო და შესაბამისად ანუ აი მაგალითად ტექსტის მხრივ აი თავიდან რაღაცებში ხო რა დამეხმარა ძალიან ანუ უბრალოდ არ გძაბავს ეგ მომენტი აი ახლა მაგალითად ნიკას შემთხვევაში ეს კრეატიულად საერთოდ ფაქტიურად არ ერთვება რა იმიტომ რომ ტექნიკური ნაწილია თავიდან ბოლომდე ნიკა და აი ეს ფაზა რო იწყება რა რომ აი მე რაღაცა მოხაზე ჩანახატი გავაკეთე იქ რაღაცა ჩავაჭირე ისა და მე უკვე გადამაქ ნიკასთან რომ აი ხა სიხშირულად და ანუ ძალიან კომფორტია რა იმიტომ რომ ეს შემოქმედებითად აი როდესაც თვითონაც
ანუ creative რა, შემოქმედი ადამიანია. არ ესე არ ჩვევია რომ ესე რაღაცა ჩავერები და ეხლა მე ესე დაწერე თუ რაღაცა. არა. ეს იყო გეუბნები, ანუ პირველ ტრეკზე ალბათ phone call-ზე, ანუ ერთად დავწერეთ ასე ვთქვათ რა ამის ტექსტი, იმიტომ რომ ანუ თვითონ ტექსტიც იცი რაზე არის, ანუ რაშიც ვიყავით მთელი ამ ხნის განმავლობაში, 1 წლის განმავლობაში დისტანცია და რომ ვესაუბრებით და შენც ის იგზენი რაც მე და ანუ რეალურად აი ერთად განვიცდიდით, იმიტომ რომ მე რასაც ვუყვებოდი მე ის იქიდან მე და ნუ აი ეს რაღაც გაზიარებები იყო სულ და მთელი ტექსტი ამაზეა რეალურად რა. და დანარჩენი მე უკვე ესეც ვიქთ რომ მეთქი ანუ არა. ხო. იმიტომ რომ ანუ ეს ხო ეს ისიც გაქვს რა აი როგორ გითხრა რაღაც ხო შეიძლება არ ვიცი კომპლექსი დავარქვა თუ რა დავარქვა მაგრამ ალბათ არის ხო ალბათ ხა რადგან დაჩიყო უწეს თუ რაღაცაზე რაღაც ხო ეს ხო აი არის არის ეგეთი ისინი რა დამოკიდებულებები აი მინდოდა მეკითხა ზუსტად რომ აი არის თქვათ ის მომენტი რომ ჭრილის ქვეშ თუ რაღაც უტრირებულად ვიღაცებს ხო რაღაცა ეგეთი წარმოდგენები აქვთ ხოლმე რა სანამ რაღაცა ძალიან წარმოდგენები აქვთ ხოლმე რაღაცაზე ხო ეგ თუ გაითვალისწინა ხა მაგრამ ნუ მაინც რაღაცის ეს წნეხი თუ რაღაცა შეიძლება მოქმედებდეს თუმცა ეხა ეს ძალიან პირადი და ძალიან ისეთი გამოცდილებებია, რაც ანუ შენით უნდა იმას ქნა ხო, შენით უნდა მოყვე და ანუ იქ შეიძლება რაღაც ერთი რაღაცა დაგეხმაროს შენი საყვარელი ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად იცის ეს ყველაფერი და შენთან ერთად განიცა და კიდეც რა ეს ყველაფერი და აი მუსიკალურ ნაწილშიც ხო, რა თქმა უნდა, ანუ ძალიან რჩევის სახითაც და თვითონაც რაღაცა ჰარმონიის იმაში, რაღაცა იმოდი ხა ეს აკორდი ხო არ იყოს თუ რაღაცა მიუღია მონაწილეობა რა. მაგრამ არა, ანუ იცის რომ ანუ ჯობია რომ ანუ შენ თვითონ და არანჟირებაში და რაღაცაებში მით უმეტეს არავინ საერთოდ ანუ გამოკეტილი რაღაცა ფანჯრები ჩარაზული და რაღაცა ეგეთ გარემოში მიყვარს ხოლმე მუშაობა და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ხანია ვიცი და ჩარაზულ ფანჯრებში და იმის დღე მუშაობ თუ ღამე ну ეხლა ალბათ ცოტა რთულია ხო მაშინ იქ დღე-ღამე ერთნაირია ხო აი შენ რომ მისულიყავ სტუდიაში რამოდენიმე საათი ესე უაზროდ მჯდარი ყავი და ანუ მე აი სადღაც ხო ალბათ უკვე ღამის პერიოდიდან დილამდე ხო რაღაცნაირად ცნაურია რომ აი რომ გარეთ რო ბნელდება უფრო რაღაცნაირად მარტივად ხო ეგეც იმიტომ ხო ინტიმური ის არის ხო მეც რომ მუშაობ ხოლმე აი შუა დღის 3 საათზე ვერ მუშაობ რა ისე პროდუქტიულად ხო იმიტომ რომ გარეთ რო იხედები და მზეა გასვლა გინდა ხო კი ზუსტად ეგრეა თავარია საშუალება მომეცეს ხოლმე და და მინდა ეს არ იხდებოდა ზოგადად მე როგორ იქნება ეგ ურის მონიტორი გაიდერი ბავშვზე არა აქვს აი ზუსტად აი ეგრე ხდება რა ზუსტად ეგ ის არის მე კი გამატარებ ხო არა მაშინ იყო ხო ეგეთი ის რომ აი რაღაცა უცებ აი გონია რომ ანუ ეხა ვერაფერს ვერ იზამ თუ რაღაც და აი თან აი ამაზე ძალიან ითრგუნება რისთვის მოვედი არა უნდა გავაკეთო თუ რაღაცა და მე როცა რაღაცა იხსნება და მე შეიძლება საათები დაკარგო და უცებ შეიძლება 5 წუთში გააკეთო ეს ყველაფერი. მთავარი არის ალბათ ის რომ ის პროცესი არ უნდა გააჩერო რა. როდესაც პროცესი წყდება, ის ჯაჭვებს ვარდება ყველაფერი თითქოს აი რაღაცა თითქოს ცუდია რომ რუტინაში გადაიყვანო, მაგრამ ის რომ ყოველდღიურად შენ იცი რომ თქვა თუნდაც სტუდიაში მიდიხარ, თუნდაც სახლის home სტუდიაში დაждები და რაღაცავს Sound library-ში 24000 საუნდი რო არის, მაგას ხო ცხოვრება ვერ ჩასკროლავ რა. რაღაცა 1 საათი რომს დაუთმო რომ იქნებ მოდი აბა აი რაღაცა. ლიდ სინთებში შევიდე და იქნებ რაღაცა და შეიძლება იმ 5 წუთში მოვიდეს ის 1 საუნდიდან ან რაღაც 1 მელოდიიდან. აი ტექსტის რავი აი უცებ რაღაც. აი ერთი სიმღერის შემთხვევაში აი ეს რაღაც ხო რუტინად იქცევა მე უკვე ეს რაღაცა იმის კეთება ვერსიის და არანჟირების კეთება და უკვე რო გძულს თუ რაღაც და ვეღარ აღიქვამ რომ ეს საერთოდ კარგია ვარგა თუ არა და ერთ-ერთ სიმღერაზე ვმუშაობდი, ну აი გაუჩერებლა და უკვე ანუ ვაფუჭებ თუ რაღაც და მეგზად დავივიწყო თუ რაღაც და უბრალოდ დავჯექი და დავიწყო დაკვრა merger-ის, რომელიც არის ამ ტრეკში ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე ესეთი ერთ-ერთი გამორჩეული ტრეკი, რომელიც საერთოდ სხვა იმიდან მოვიდა თითქოს რა, ანუ ამ ჟღერადობის თითქოს არ არის რა, სხვა გაგრძელებას ითხოვს და ეგეც მე მინდა რომ ანუ merger-ის ისტორია და ის კიდე სხვანაირად გამოვითარო. და იქვე დაიწერა ასე ვთქვათ რა, აი რაღაც უცებ ჩავიწერა, ნუ ყველა ვიწერთ ხოლმე ალბათ, ანუ უცებ რაღაცა რომ მოგივა იდეა, ანუ აუცილებლად უნდა დააფიქსირო, იმიტომ რომ მე ვეღარ მოვბრუნდები ვერაფერს. და ეს merger-იც ეგრე გაიჩითა, რომ ანუ ის ტრეკი
გადავაგდე რომ მე სადახანი მომშორდი თუ რაღაც და აი ეს სხვა ჟღერადობა რო გინდა ეხა რომ აი რაღაცა და ნუ რაღაცა ის იმპროვიზაციის დაკვრაში და უცებ დაიბადა ეს რაღაცა იმის რა ქვია ვერსი მე ქორუსი და მე ეს სიმღერა სხვათა შორის CNN-ში ვიყავი მე კიდე ასევე 3 თვე კი რამდენი თვე ხო 3 თვე ვიცხოვრე ანუ ისიც რაღაც ეს იყო ესე ვთქვათ გაცვლითი პროექტი და იქაურობაც ასე ძალიან მომეხმარა რაღაცეებში. იქ უკვე ის იყო პრინციპში რა, ანუ რაღაცები უკვე არსებობდა და რაღაცა იმ ჩამოყალიბებას ითხოვდა და აი merger-ის შემთხვევაში ესე მოხდა, რომ ერთ-ერთ ვისთან ერთადაც ვიყავი, შესანიშნავი პიანისტია, ელენე შავერზაშვილი და ელენეს ვთხოვე რომ მეთქი აი ესე და ეს სიმღერა მაქვს და მეთქი რაღაცა აი შუა ნაწილში ბრიჯში აი ვერ ხვდები ანუ მელოდია მქონდა ტექსტი მქონდა მაგრამ აი ვერ გავშალე ვერაფრით რა და ნუ ეს რო დავჯექით თუ რაღაც და რომ დაიწყო დაკვრა თუ რაღაც აი ისეთი ფერები შესინა და ნუ აი ამ ბრიჯში ისეთები ჩაიდინა რომ აი რა ვიცი და ნუ აი რაღაცა всё ანუ იქ დასრულდა და რაღაცა შეიკრა ეს ტრეკი ხო მე მგონია რომ რაღაცა ეტაპის მერე მესამე პირის შემოსვლა ძალიან დადებითად მოქმედებს ხოლმე. ეხლა ჩემ შემთხვევაშიც რაღაცა ეტაპამდე ვარ მისული, რაღაცები იმდენი რაღაც ქონდა თაროზე ესე შემოლაგებული და ეხლა 18 წლის ადამიანია ნიკოლოზ ვასაძე, რომელიც მე ვიცნობ პატარაობიდან, ძალიან ნიჭიერი, სხვადასხვა პროექტებიდან ვიცოდი და რო ვაკვირდებოდი ისეთ რაღაცებს აკეთებს და ისეთ საოცრებებს აკეთებს თვითონ თავისთვის რა ეს და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ცოტა ხანში მასშტაბური გახდება მისი შემოქმედებაც აი ესე დაურეკე რომ ნიკა მიშველე მეთქი და რა მოვიდა ისეთები ჩაატარა, ისეთები დაატრიალა. თან აი არ ვიცი რამდენ ხანში, აი რაღაცა ერთი ტრეკი რო ჩაურთე, იმ საღამოს გადმომიგზავნა, სახში წაიღო, ჩაუჯდა და საოცრებები გაუკეთა. და მე უკვე რაღაცა ერთად ფაქტიურად ნიკა დააპროდიუსერებს ახლა. ეგეთი ტიპი ხო იპოვე. ხო, ან ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რა შენ ენაზე საუბრობ. მე თუ იმას დავჯექი და აუხსენი რომ აქ ესე ვფიქრობ, ისე ვფიქრობ და ისე მინდა. უკვე მაზრი არა, ხო, ის უნდა გრძნობდეს თვითონ, რომ რა სად რა არის ეჭირო და ის მოგაწოდოს მე. მე შეიძლება უარი თქვა ერთ იდეაზე, უარი თქვა ამაზე, მაგრამ თვითონ მუშაობის პროცესი რო იცი რომ სინამდვილეში ბოლოში სად მეგიყვანს ეს ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია და ეხლა ჩვენ ყველას გარშემო ყავს ძალიან ბევრი ძალიან კაი მუსიკოსი რა რომელიც აი ისე იქ რომ მივიდეთ რომ აი ცოტა გეცოდება რომ აქ არის ეგეთი ძალიან ბევრი ძალიან კაი მუსიკოსი რა იმიტომ რომ მაინც ფანკში უნდა იმუშაოს ვიღაცამ და მაინც რამდენი ვიცი რომ მოუწია რომ გლოვოს კურიერი ყოფილიყო ან ვოლტზე ემუშავა იმიტომ რომ რაღაც ჩაკეტილი იყო ერთი პერიოდი ისინი ახლას ბოლო 1 წელი. ხო, პანდემიის დროს ანუ ყველამ დავკარგა თუ ყველაფერი. ყველამ დაკარგა ყველაფერი. ხო, ეგეც თუნდაც ბოლო 1 წელი არც არავის უხაროდა კონცერტის ჩატარება და აი ისიც ძალიან გამოხშირულად არის კონცერტები და მე ხა ჩვენ მარი ბოლქოზე ყავდა მოყვანილი პროდიუსერიც და მენეჯერიც არის ბილბორდის თავარი რედაქტორიც არის და აი კიდე მაგაზეთს იყო ლაპარაკი რომ აი ვინც კიდე დამკვეთია ისიც რომ სუბარტო ფულზე რა რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაუძახოს ხო აი გვანცას კი არ გადაუხდის თქვა სიტყვაზე 10000 ლარს რა 1000 ლარს გადაუხდის რაღაცა cover band-ს და 9000 ლარი დარჩება რომ ლამაზით აიგული დადოს ანუ ეგეც პრობლემაა მე მაინც ვფიქრობ რომ ეს community მაინც არ გვაქვს ისეთი ძლიერი როგორც უნდა გქონდეს რა მუსიკოსებს ხო ეგეც არის ხო მაინც რაღაცნაირად მაგრამ რაღაც ხო რაღაც კარგი რაღაცებიც კეთდება აი მაგალითად გამოვყოფთი სტოქტონს კი ნუ ხარისხს ხდებენ ძალიან მაგარს და ძალიან კარგი რაღაცებს აკეთებენ production-ის მხრივ როგორც label-ი და როგორც ანუ ესე მართლა ძალიან ანუ ეგეთი იშვიათი ეკერდა რა მგონი ეგეთი აქ პრინციპში არც არის ხო ესე უბრალოდ ის არის რომ სტოქტონთან და კოკა-გოგოხიასთან ყველა ვერ მოხდება ანუ იმ კოკას რესურსიც და სტოქტონის რესურსიც ხო არის რომ რაღაცა რა უნდა გაიზარდოს და გაიზარდოს ანუ ესე ყველას ვერზე არის მე მაშინ ხო უკვე უნდა გახვიდე ფარგლებს ესა და ანუ ხო ისეთი ქვეყანა ვართ რომ აი ეს პატარა ბაზარია მაინც რაღაცა ხო ენთუზიაზმზეც არის და ნუ რაღაცა ადამიანი
ადამიანების იმაზეც ხო რა მონდომებაზეც ამ ხო და ამიტომ ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის რომ ამ ყველაფერზე ვისაუბროთ რომ ეს ამ პრობლემებზე თუ არ ვისაუბრეთ და თუ არ გავაგებინეთ ერთმანეთს რომ რაღაცა გამოსავალი ერთად მოვუწებნოთ მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა რაც დაიწყო მაგალითად მარიკა ყარელაშვილმა რომელმაც გააკეთა Music Export Georgia რომელიც გულისხმობს იმას რომ ქართული მუსიკის გატანა ხო ეს არის ხო ექსპორტი ანუ ეს არის ხიდი რა რგოლის მაგალითად აკლია ხო ჩვენს ინდუსტრიას შენით თუ რაღაცა ხო შენ თუ არ მოიძიე რაღაც ინფორმაცია რომ იქნებ რამე ფესტივალზე მოუხდე სხვანაირად ვერ წიგებ და რაც თავარია ჩვენი მიზანი ზუსტად ის არის რომ ეს თუ არ იარსებებს რაღაც პლატფორმა სადაც ნებისმიერი მუსიკოსისთვის ვინც ნუ რა თქმა უნდა ხა რაღაც ხარისხზე სტანდარტი არის რა ხა ვიღაცა სახში რაღაცა დააჩხაკუნა და რაღაცა გამ TikTok-ზე გაუარდა კიდე აი ეგ არის რა ხა TikTok-ზე გავარდნილი იმდენი ცუდი რაღაც გავარდა ხა არ ხარ დავასახელებ რა დავასახელებს და გვარებს მაგრამ არ გვინდა რომ TikTok-ზე გაგვივარდეს მაგრამ ხო მაგრამ თან გინდა გაგვივარდეს საჭიროა მაგრამ TikTok-ზე გავარდნილი არ უნდა იყოს რა ეს რა ქვია ათვლის წერტილი და ამიტომ არის რომ რაღაცა ისეთი რგოლი უნდა გააჩნდეს და ეს პლატფორმები სადაც მუსიკოს შეუძლია რომ ისაუბროს თავის პრობლემებზე, თავის შემოქმედებაზე, სიახლეზე და რაც თავარია მუსიკა მოვისმინო, რომ რას აკეთებ შენ, აბა. კი, ზუსტად. და მიზანი მოკლედ ზუსტად ეს არის ჩვენი. იცი რა მაინტერესებს, აი შენი ალბომის თვითონ ტრეკები ხმე მოვისმინე ყველა და გადავხედე და ნუ ძალიან საინტერესოა მართლა ისეთი ნამუშევარია რა. ზუსტად რა პროცესაც ყვები რაც გაიარე ნამდვილად ეგ არის რომ რაღაცა თვით ანალიზის იმის რაღაცა შინაგანი არ არის რაღაც ხო ანუ ემოციური ემოციებზე თამაშობს რა არის აი შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი რომ ჩართავს რას გინდა რომ იწევდეს აი რამე კონკრეტულ ემოციას თუ რა არის რაც გინდა რომ შენი ალბომიდან იღებდეს ადამიანი მინდა თავის ისტორიადაც აღიქვას ან თითქოს თვითონ ყვება ამ რაღაცას თავისი გამოცდილება დაინახოს თავისი ტკივილები და თავისი რაღაცები შეგრძნებები იპოვოს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის რომ ანუ და ამით რაღაც თანაზიარი ვიყოთ რა თანაზიარი ვიყო მე იმ მსმენელთან და ამით გაჩნდეს ის რაღაცა კავშირი. ეგ არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. ხო, რომ იმანაც იცოდეს, რომ აი მუსიკოსის კი არა, რომ დალხიანი ცხოვრება აქ და იმ მუსიკოსაც აქ სირთულები რის გამოც წერს ამ ყველაფერს. ხანდახან ალბათ ისიც არის, რომ საერთოდაც არ გინდა რომ რამე კონკრეტული ემოციის მიმანიშნებელი იყოს, აი თვითონ აირჩიოს. ყველა მაინც სუბიექტად აირჩევს მაინც ყველასთვის სუბიექტი შეიძლება რაღაცა შენთვის სევდიანი იყოს ჩემთვის ბედნიერების და რაღაცნაირად აღმაფრენის სუფთა მელოდიურად თქვა ტექსტს რო არ ჩავყვი და შინაარსობრივ რა კახარზის ხო რა ის რა კონდეს ძალიან კარგი ჩემთვის იყო აღმოჩენა საერთოდ არ ვიცოდი რომ სიგუროსი მეგონა რომ ისლანდიურად წერს რა და იმიტომ არ მესმის და თურმე ანუ gibberish ან არ არსებული ტექსტი არის და მე რომ ინტერვიუ ნახე ხსნის lead ანუ სიმის ვინც არის რომ იმიტომ არ წერო ერთხელო შემეშალაო ლაივზეო ტექსტიო და იქვე რაღაცა მობოდეო და იქიდან გამომდინარე რომ ეხა ისედაც ისლანდიურია და ძალიან არავინ არ იცის ვერც ვერ მიხვდაო ამასა და მერეო მივხვდიო რა საერთო ტექსტი არ არის საჭირო რომ არ მინდა რომ იცოდნენ ზემღერიო და თვითონ უნდა აირჩიოს მსმენელმა რაზე გინდა რომ მემღეროდე ისე მომეწონა და ისედაც არ მესმოდა ახლა ეს ისლანდიური და რასვერი ხო ძალიან ისეთი რაღაც ისედაც გასულია მოსახურების ზონიდან და მე რომ დავფიქრდი ძალიან მაგარი რაღაც დევს რა იდეა რომ ეს რა ქვია თვითონ რაც გინდა ის დაიჭირა
ძალიან გულის და ყველაფრის ის არის რა, ანუ უკვე რაღაც გამჭვირვალე ხდები ყველაფრით რა, ანუ თუნდაც ტექსტით, თუნდაც მუსიკით, ყველაფრით, რომ სადაც ანუ ესეთი რაღაცა ის არის, მძაფრი ემოცია, ჩადე ასე ვთქვათ და რაღაც ისეთ გამოცდილებაზე ყვები და ხო, ანუ ცოტა ის არის რა, ანუ აი მართლა ბავშვს რო გააჩენდა რაღაცა უკვე რო ყველასი გახდება თუ რაღაცა რა, ანუ მე უკვე შენი აღარ არის ალბათ. და კიდე უფრო ის არის რა, ანუ ძალიან ხო რაღაცნაირი ის ხდება. აი ჯეკ ვაიტი ამბობდა რომ განსაკუთრებით აი Seven Nation Army-ზე რა აღარ არის ჯეკ სიმღერა ჩემიო, ანუ ხო, იმდენად უნდა გაუშვა რა, ხო და ეგეც ძალიან სიმღერა არისო, აი საერთოდ აი სტადიონზე 50000 კაცი ეს ყველა, ანუ მე იმ წამს ჩემი იყო, როგორც კი აი ეს მოხდა რაც მოხდა ამ სიმღერასთან დაკავშირებით, აღარ არის ჩემ ვეღარ აღვიქვა რომ ეს სიმღერა ჩემია, იმიტომ რომ აი სტადიონზე ეს უკვე გაუშვი. ხო, всё, მორჩა გაუშვი და თავის ხელზე წავიდა, თავის კალაპოტი ადამიანები იპოვა და ხო, ვიღაცისთვის საყვარელი ის გახდა ან პირიქით. ხო, ვიღაცისთვის ეს არის რაღაც საძახილი, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ბედნიერების მონტანი, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს რაღაც ინტროსპექტული რაღაც ტრიგერი იყოს, ხო. ძალიან ბევრი ვარიანტია. აი ახლა აი აი თუნდაც რა ანუ ამ რაღაცა ელექტრონულ უფრო ექსპერიმენტულ კიდე უფრო ძალიან ისეთ მუსიკას რო ვაკეთებდი ადრე ამ ექსპერიმენტალუმათი იქ ზუსტად ეს იყო ხოლმე რომ ანუ იმდენად ფარავდი რაღაცა ფარავდი კი არა აი რაღაცა მონოტონურ რაღაცაში რო გინდა რომ ანუ ჩამალო ეს ყველაფერი რა იმიტომ რომ ანუ არ გინდა რომ ანუ ვინმე რაღაცა გაიგოს რა ხა შენ რაღაცა მაგრამ იქაც ხო შეიძლება რაღაც სიმძიმე და რაღაც darkness თუ რაღაცები იგრძნობოდეს და მე ხა ხო ანუ ეს უკვე რაღაც პასუხისმგებლობას თითქოს გაკისრებს რომ უკვე ხო რა მე ამაზე კითხავენ თუ რაღაც და რატო დაწერენ რომ საერთოდ რატო წერ თუ რაღაცა რა ცოტა ისეთი რაღაცა ხო რატო წერ რატო ყველას ანუ ძალიან ხშირად არის ხოლმე აი შეგრძნება რომ საერთოდ რას ვაკეთებ რომ აი მე მქონია რომ აი რა ანუ არის ხოლმე აი რას ვარ ისთვის ვაკეთებ შენი თავი გებრძვის სულ რა ან რისთვის აკეთებ და მე თან შენივე თავი არ გაძლევს იმის უფლებას რომ არ გააკეთო იმიტომ რომ ნუ ვერ იტევ თუ არ გამოუშვი ნუ და მაინც ეს useless ხო რაღაცა ისებს ხოლმე. ნუ ჩემი მეგობარი ისე რომ მე გაუზიარე რაღაცა ეგეთი ის რომ მეთქი ხო ეს useless-სად თუ რაღაცა და თვითონ კალათბურთელია და ხო ეგრე მეც უმიჩნდება რომ აი რატო იმეშვები ამ ბურთს თუ რაღაცა ხო ან სრულიად გასაგები ანუ ეგეთი ეჭვები ეგზისტენციალური ეჭვები ხო ეგ არის ეგზისტენციალური ხო რაღაცა ნუ ეგ ყველას ეს არის ეგ სტანდარტული ციკლია ეგ შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ეგ მომშვიდობს ხოლმე რომ მარტო არ ვარ და ყველა გადის მაგას აბა რა უნდა აკეთო თუ რაღაც ხო ნუ ესეთ სიტუაციაში განსაკუთრებით ან ქვეყანაში რომ ეგ კიდე მეტად გაჭერს და ანუ კიდე მეტად ძალიან მოქმედებს რომ ანუ შენ ახლა რას აკეთებ თუ რაღაცა ანუ ხო ზუსტად უნდა გააკეთო ანუ ეგ შენი ის ახლა ეგ არის ანუ შენი ხმა ახლა ეგ არის ხო და ამიტომ ხო ანუ მაგას თუ არ გაყვებიდან პირიქით რა ანუ რაღაცნაირად ეცდები რომ აი თუნდაც დისციპლინირებულად და ისე გააკეთო რაღაცები ბოლომდე მიიყვანო ეს შენზეც ძალიან კარგად იმოქმედებს და ზოგადად რა ანუ ჯობია რომ ხო რაღაცებში არის თქვა აი შენი სახელი artist name-ის გადაკეთება ხო ეხლა ხო გვაცა არის და გვატა ორ ოკეი ხო თავის ისინი იქამდე იყო experimental არსებობს კიდე ის სხვა პროექტია ხო ანუ აი ეს თქვათ რა ხდება მაგ დროს აი რატო ირჩევ თქვათ არტისტი რა შეგინით აი რა პროცესს გადიხარო პროექტის გამო არ ქვევ თქვათ შემოქმედი ადამიანი რომ აი ის რაღაცა სხვა კონცეფტია და იმიტომ თუ რაღაცა გარდატეხა ხდება რომ ის გინდა რომ დაივიწყო საერთოდ აი ახალი იბადება აი რას გადიხარ დაივიწყო კიდეს და გაუცხოებაც გემართება ხოლმე იმ სახელთან და თან ის სხვა არის ეხლა ჩემ შემთხვევაში ექსპერიმენტულმა საერთოდ სხვა პროექტია უფრო ლაივ ელექტრონული მუსიკა ძალიან ექსპერიმენტული და თან უმა არის უფრო მერე გვიან დაბადებული ასე ვთქვათ რომელიც ასევე მწვანე ოთახთანაც ასოცირდება და შესაბამისად აი როცა ეს პროექტი და ანუ ზოგადად ეს ალბომი გაჩნდა მივხვდი რომ აი ეს სხვა რამე არის და ეს უნდა იყოს ძალიან რაღაცა ღრმა იმიდან კიდე უფრო რაღაცა ძველი რაღაცებიდან ამოსული რა და შესაბამისად ბავშვობაში დაუბრუნდი და იქ მეთქი აი რა სახელს ვეძახდი თუნდაც ჩემს თავს თუ რაღაცა ან აი იმ ბავშვობის ისეთ პერიოდთან რა ასოცირდებოდა და
მივხვდი რომ გვატას მეძახის დედა ჩემიდან დაწყებული, ანუ ყოველი მეორე ნათესავი თუ რაღაც და თან მამა ჩემის პერიოდში შემერქვა ესე ვთქვა და ეგეც კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც იყო, რომ ანუ ძალიან ხო რა, ჩემთვის ძალიან ღრმა რაღაცა და სენსიტიური არის ხო ეს დედა რო გადაიღე ვიდეოში ეს მოყევი, ან თვითონ რამდენად იყო მზად ამისთვის, რა გამოყვა ეგრევე ვიდეოში დედა ყავს გადაღებული თავიდან ბოლომდე და რო ვნახე რაღაც ძალიან ის იყო გულის ამაჩუყებელი და რაღაც ძალიან ემოციური ანუ რამდენად იყო მზაობა თვითონ რომ რამდენად ქონდა რა რომ აი ხო მოდი მე ხა ვითამაშებ. ხო, აი ესე არანაირი რაღაც წინააღმდეგობა არ გაუწევია პირიქით რომ ხო ანუ რატომაც არ აქვს სადაც რაღაც და თან თავიდანვე გავაფრთხილე რომ მეთქი შეიძლება არ გამოგვივიდეს რა და თან ესე არ ხმამაღლა არ ვამბობდი ხა მე ვიდეოს ვიღებ თუ რაღაცა რა იმიტომ რომ ხა მანამდე მქონდა რაღაც მცდელობები ამ ტრეკთან დაკავშირებით რა სხვადასხვა რეჟისორებთან და ნუ აი არც ერთის ის იდეა ნუ აი არ იყო ის რაც მე ესე წარმომედგინა და ნუ აი რაღაც ბევრი რაღაც ფიქრის მერე აი ისე რომ კადრები რო გეჩნდება ეს რო ხედავ რა აი თან რიპლი არის ესეთ სერიალი რა და ნუ აი გიჟდები ძალიან მომეწონა თვითონ ეს რაღაცა ვიზუალური კონცეფცია სულ შავ-თეთრი და რაღაც დიდი რაღაცა იცი რა კადრებით და რაკურსით გადაღებული და აი რაღაც აი მაგ იმანაც ძალიან იმოქმედა და უცებ ხედავდი ყოველ ჯერზე რაღაც ქალის იმას რა რაღაცა სიუჟეტს თუ რაღაც რა და მე აი თვითონ ეს ქალი ძალიან გავდა თან დედა ჩემს თუ რაღაცა თან ისიც არ მინდოდა რომ აი ესეთი ნუ ამბიციური განაცხადი მქონდა და რომ ეხლა მე მსახიობთან ვიმუშავებ თუ რაღაც რა თან ვიცოდი რომ დედა ჩემი ამყვებოდა ყველაფერში იმიტომ რომ ნუ ძალიან ისეთი ურთიერთობა გვაქვს რაღაც ძალიან კარგი და მეგობრული და ასე შემდეგ და ხო ნუ ეგ მეგობრული ერთია და შემოქმედებითაც შვილის ის გესმოდეს და ეგ ცოტა ის აღმოჩნდა რაღაც წინააღმდეგობა ნუ აი უბრალოდ რაღაც კამათები მქონდა ხოლმე რომ აი მინდოდა რომ შავი პომადა წაესვა იესამნის პერიოდში აი ხო ერთ-ერთი ეს რომ ცოტა სტილს რო უცვლიდი და მეთქე შენ არ ხარ ის შენ არ ხარ ახლა ამ შემთხვევაში თინა წერედიან შენ ის ქალი ხარ მე ვინც მინდა რომ ახლა ეს პერსონაჟად წარმოვადგინო ამ იმაში ვიდეოში და ნუ აი ამაზე მქონდა რომ ბოლომდე მომყვებოდა ხოლმე და აი განსაკუთრებით ბოლო სცენა ის სადაც ცეკვავს ხო ანუ ბავშვობაში მოცეკვავე იყო თუ რაღაცა ქართულის და მეთქე გამოიყენე მთელი ექშენის აი რაღაცა თან სუწყდებოდა გული რომ აი რატო გავყევი ამ რაღაცა იმას საერთოდ სხვა პროფესიას ანუ კავშირ გაბმულობაში არის ცხოვრება და არა და რაღაცა ძალიან ღერის კიდეც ცეკვავს და ეს მინდოდა რომ ეს რაღაცაც კიდე იმას მექნა რა ანუ გამეღვიძებინა მასში და ნუ აი პირველ რიგში თვითონ ძალიან მაგრა დაიჭირა ხასიათიც, ანუ აი ეს თვითონ ემოციაც, რა თვითონ ამ სიმღერაში იყო, იმ პერსონაჟშიც შევიდა რაღაც მხრივ, იმიტომ რომ პირველი სცენა რო გადავიღეთ, ანუ მართლა წარმოუდგენელი იყო, ანუ რაც გააკეთა რა, ანუ ჯერ ის რომ არაფერს არ უშინდებოდა, აი თუნდაც მეთქე ხა უნდა დაგორდე აქ თუ რაღაც და აი არაფერზე არ ქონია ის რა რაღაცა, რომ აი ხამას ვერ ვიზამ თუ რა, აი ყველაფერს ნაკრებად მომყვებოდა და პირველმა გადაღებამ ისე კარგად ჩაიარა, რომ ვიცოდი, რომ შემდეგი კიდე უფრო მაგარი იქნებოდა და ანუ რეალურად ეგეც არ მოხდა. აი რაღაც მომენტებში მქონდა თქვათ, აი მე თვითონ მქონდა რაღაც უცებ გავიჭედა, რომ მეთქე ხა რაღა უნდა გადავიღო თუ რაღაც რა, აი ცოტა ის აღმოჩნდა ეს პროცესი რა, ანუ არც ისე დიდი ტრეკია, მაგრამ ანუ აი ეს რაღაც კადრები რო იმას ქნა რა, ცოტა ის გჭირდება დროში ხო. მაგრამ ანუ აი მონტაჟიც ისეთი მქონდა რა, აი რაღაცას გადავიღებდი, ეგრევე ჩავაგდებდი, დავამონტაჟებდი, მე რა იქ კიდე რაღაცას მიმომატებდი და ეს დამეხმარა, ანუ არ მოვიგროვე და მე ერთად არ გამიკეთებია და მე რა ნუ ის რა ველოსიპედზეც კატაობს შვენივად რაღაც მისის ქილებიც გამომადგა ასე ვთქვათ რა რაღაცეები და ნუ ეს ბოლოს ცეკვა იყო აი არ ვიცი ანუ ისეთი ენერგია ჩადო და ისეთი ის გქონდა აქ რაღაც სტუდიაში ვიღებდით რომ აი რა გითხრა რა ანუ აი საოცარი გამოცდილება იყო ჩემთვისაც და მისთვისაც ნუ აი ბედნიერი ხო წარმომიდგენია საკუთარ დედას რო ხედა უცებ აბსოლუტურად აი რა ადამიანსაც იცნობ იქიდან ამოვარდნილს და ამას შენ რო იწვევ რა რომ შენ გამოიყვანე ეგ ადამიანი გარეთ ალბათ ძალიან დიდი შეგრძნებაა ნუ რაღაც მხრივ ანუ დედა ჩემის რაღაც ხო კონტექსტში რაღაც ხო ცხოვრებასაც ხო შეიძლება ეხებოდეს კიდეც რა როცა მარტო ხელა ქალი თუ რაღაცა ამ თვალსაზრისით მაგრამ ხო ანუ სულ სხვა ის არის რა ანუ უფრო რაღაცა მარტო აკეთებს ყველაფერს თითქოს რაღაც ბედნიერი მაგრამ თელ იმაში რა ქვია ანუ თითქმის სულ არის ამ out of body შეგრძნებაში რაც არის მთელი ამ ალბომის ანუ ესე ვთქვათ ანუ დედასთან არის კავშირში შეიძლება არის კიდეც ხო ანუ
ხო, არა მარტო დედასთან, ანუ ნებისმიერ ხო ესეთ ხო რაღაცა ქალთან თუ ადამიანთან რა, ანუ განსაკუთრებით შეიძლება ითქვას, რომ ქალთან, ასე ვთქვათ, ხო. ხო და ამიტომ ხო მართლა ძალიან ისეთი არტისტული აღმოჩნდა და ეს ძალიან გაიქნებოდა ეს უცბად რო თან რეპეტიციის და ყველაფრის გარეშე იყო ალბათ ხო ეს ცეკვის რეპეტიციის გარეშე იყო ხო იქვე აი იქვე შვებოდით ყველაფერს ხო და ნუ ერთი რამდენი 4 საათი ვიღებდით რა რომ მანამდე ხო და ძალიან ისეთი ის აღმოჩნდა და ვიღებდი იმით რა ქვია თან ტელეფონით ანუ არ ეს კი მიცადოთ რაღაცა ტელეფონით გადავიღებ და არ რაღაცა ეხა მოვიგონო რაღაცეები Black Magic-ი ხო და ნუ მაგიტო რავი ექსპერიმენტული აღმოჩნდა ბიუჯეტებზეც და დაიხარჯა სამსათილარი ლობიანისტი ძალიან კაია ანუ ეგ რა იმიტომ რომ ნატურალური გამოდის და ეგ არის ალბათ შემოქმედება და არტი ზუსტად ეგ არის ალბათ სულ მაგას ვიძახი რომ AI რას გაასწრებ ტექნიკაში და ხარისხში და მაგრამ სინამდვილეებს ხო ვერ იმას გიზამს რასაც ჩვენ ჩადებ ადამიანი ჯერჯერობით ახლა მე კიდე რაღაცები დაემატებათ ამ ხო მე ნახოთ რა ხო ნელა 1-2 წელიწადში დავინახავთ რა ხდება დავინახავთ რა ხდება და მე ხო რავი თქვით არაერთხელ რომ რა მოვიყვანთ რა კარტოფილს რა ბოლოს და კიდე პომიდორი და დავბრუნდებით უკან ახლა მომავალში ნუ კი ვიცით რა ხდება ახლა მომავალში და აი ეს მდგომარეობა ორსულობა ხ მე ვერ იმას ვიზავ რა ქვია ვერ გამოსმარა მე გამოსწევ გვერდიდან ყურება ვიცი მაგისი უბრალოდ რამდენად მოქმედებს აი თუნდაც კრეატიულ ნაწილზე ტვინის იმიტომ რომ ხო სხვანაირად ანუ სხვა ბედნიერება გაქვს მაინც რა ადამიანს ხო კარგი შეგხვდა საერთოდ გინდა აი ამ დროს ეხლა იმიტომ რომ ჩვენ გქონდა საუბარი როცა ბედნიერი ხარ არც გინდა ალბათ რომ მუსიკა აკეთო აი ბედნიერი ხარ, ბედნიერებისას გაკეთებული მუსიკა ძალიან იშვიათი ფენომენია რა. და აი გინდება რომ აკეთო მუსიკა, ან როგორ შეიცვალა. ძალიან მივხვდი რომ აი როგორ გითხრა, აი სტუდიაში რამდენჯერაც მქონდა მცდელობა ეხლა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ან რა, აი ძალიან ცოტა ხანი ძლებ მithomეტეს ნუ აი მაშინ რასაც ვამბობდით რომ აი თავგანწირვა და საათობით ხარ და всё ანუ აი მოკლედ რა ანუ იქ ხარ ბოლომდე ინ ხარ და ამ შემთხვევაში ანუ ეს მდგომარეობა ამაში ხო შეიძლება ცოტა მაინც ხო გიშლიდეს მაგრამ ემოციურად ძალიან ეგ არის რომ ანუ იმდენად დაბალანსებული ხარ და იმდენად ხო ანუ აი რეალურად ისეთი აი ზაფრი ანუ შეიძლება ამ მდგომარეობაზე დაწურ მაგრამ ნუ აი ხო რა ალბათ უფრო რაღაცა ისეთი რო ხდება შენ ცხოვრებაში ცოტა ანუ ხო ცოტა სამწუხაროდ თუ რაღაცა უფრო მაგაზე გეწერინება ანუ ან ხატავან ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო ანუ კიდევ კარგი რომ მაგ დეპრესიის დროს და ჭიდილის დროს იწერება და იქმნება, იმიტომ რომ ეგ არის ზუსტად ის ემოცია მე რაც ქმნის, აი მაშინ იქნება ალბათ უბედურება, რომ ეგ აღარ იქნება, რომ ემოცია აღარ წამოვა და ეს ამით ხო იშუშებ რაღაც პროცესს და სხვასაც ეხმარები, რომ ის ემოცია გადაამუშავოს და ხო, უბრალოდ ეხლა ხო ის პროცესი დაიწყება, როდესაც შენ თავს აღარ ეკუთვნი. ხო, ეგეც არის. და შენში იბადება საერთოდ სხვა ადამიანი, შენივე თავის ახალი ვერსია, რომელსაც აქამდე არ იცნობდი, არც ის შიშები იცი რომ არსებობს, არც ის შეგრძნებები იცი რომ არსებობს და კიდე ცალკე ნერვიულობა. ხო, ჯერ ეგ არ არის, მაგრამ უკვე იწყებს ორგანიზმი და ფიზიკურ ბიოლოგიურ დონეზე ამის მომზადებას და რა გეგმები გაქვს, თქვათ აი ლაივები? ხო, ლაივები აუცილებლად ხო, იმიტომ რომ ვერც მოვასწარი რეალურად, ანუ იმდენად რომ ხო, ანუ გაიწელა ეს პროცესი, ანუ ალბომის გამოშვება და მე რაღაცა რილის შოუ ქონდა ერთადერთი და ნუ მე ვერ ისა რა, ანუ ხო და მინდა რომ ხო აი ამ ალბომით მქონდეს ხო ბევრი რაღაცნაირად ხო ეს რაღაც ცოცხლად შემოსულოთ ბევრ სივრცეში, ბევრ ხალხთან, ბევრ სმენელთან ანუ ნელა ჩამოიკიდებ პატალაკენ გულში მე რასაც ახლა სოფოზე რასაც დავაკვირდა ზუსტად იგივე იქნება ალბათ რომ ახლა აი ეს მდგომარეობა და ემოცია ილექება რომელიც შეიძლება 1-2 წელიწადში ამოვიდეს რომ აი აუცილებლად რა ბედნიერი ვიყავი მაშინ და აი მაგ რაღაც ნოსტალგიურმა მწუხარებამ იმ ბედნიერების დაგაწერინოს რაღაცა რა აი ეგ შეიძლება მოხდეს ეხლაც მე უყურე
ვუყურებ, ეხლა შეიძლება ძალიან ექსპერიმენტულ დარგ და იმიტომ, რომ რაღაცებს გააკეთო, იცი მაგრამ რა აი ხდება, ის შენ ეს თავს სიტუაცია გამახსოვრდება და მაინც იქ ამოდის. შენ თავს ეთიშები რაღაც ცოტა ხანი პერიოდი და მე ეთიშები. რაღაცები გროვდება, რომელიც არც ვერც ხვდები რომ გროვდება, იმიტომ რომ არ გცალია ამ შეგრძნებებისთვის და მე აი ის რაღაცა იმ ყველაზე რთული პერიოდი დასაწყისია, იმიტომ რომ შენც რაღაცა ახალია ყველაფერი, თან რთულია, თან აი საოცრება არის, თან ძალიან ბედნიერი ხარ, თან ძალიან უბედური ხარ, თან ძალიან გეშინი, აი ყველაფერი ერთად არის. ეხლა დაგეწყებოდა მე. და ხო, ეგ არ ვიცი. მე ეს ყველაფერი გიგროვდება და უკვე ახალი რაღაცა, ახალი შენი ვერსია, ახალი ვერსია იბადება და ეს იქნება უცებ. მაგ ვერსიასაც ველოდებით მე. ალბათ ხო, ამ ეტაპზე ხო რაღაცნაირად ისეთი არაფერი მაქვს თითქოს სათქმელი. არ შემიძლია ეს რაღაც მოვიგონო ეხლა რაღაცა და ეხლა აი ხა რაც არის ეგ არის. ხო, აი თუნდაც აი ვერსიას თუ ვერ გამომდიოდა რაღაცა იქ ქვეყანაში აი ნუ არ შემიძლია რა, ანუ ეს რა ძალით ვერ გამოვიწვევ ეს რაღაცა. თუ ძალიან ფელი ვარ და ვიცი რომ ხო ანუ რაღაც ახალ გამოცდილებას და ახალ რაღაცებს დაველოდები ესე ვთქვა. თუმცა ანუ ეს კონცეფცია merger-ზე რო ვთქვი, ის საერთოდ სხვა ეს არის რა, აი როგორ გითხრა ძალიან უნდა იფანტაზიორო და iTunes merger-ის ტექსტი როგორც დავწერე, ბევრი პერსონაჟის რაღაცა ეს იყო. ბევრი პერსონაჟი გახდა ძალიან ინსპირაციული რა. აი Crown-ის ერთ-ერთი სერიალის, თუმცა ნამდვილი პერსონაჟი დანის და საბერძნეთის პრინცესა იყო, იმის რა ქვია, ინგლისის დედოფლის ქმრის დედა. და ძალიან ესეთი ძიმე ისტორია ქონდა, რაღაც ფროიდი მკურნალობდა და რაღაცა საშუალოს მამაჭრეს, ну მოკლედ რა, ну რაღაცა რო ყვებოდა და რო დავინახე თვითონ ეს და მე ეს Requiem for a Dream-ის ერთ-ერთი პერსონაჟი, აი ეს ორი ქალისგან შეიკრა კიდე რაღაცა ბევრი ქალი, აზრა ამ ყველაფერმა და ეს Marjorie დაიბადა რა, ხო და Marjorie-ის გაგრძელება სრულად შესაძლებელია რომ იყოს ანუ ესე ვთქვათ შემდეგი ეტაპი რა ამ ყველაფრის. ხო და გადავიდეთ მუსიკაზე მე მგონია. ეს ნაწილი და ის გვაჩვენა. უი ხო და ხო ეს ჩემი ალბომი ესე სამახსოვრად ლეონას პოდკასტა მოგიწევს. კი ბატონო. ასეთები გვაქვს, ესე იგი თავი ძალიან საინტერესოა და ძალიან ესეთი კონცეპტუალურია რა. ძალიან კაია. აი მეგობრებო, აი ესე გამოიყურება ალბომი. ხო და ნუ ვიტყოდი ლეიბლზე, რომელზეც გამოვიდა ალბომი CS Records-ი. CS-ი ზოგადად ჩემთვის ხო რაღაცა ის იყო ძალიან განმაპირობებელი, რომ მე რაღაცები აი ეს რაღაც მუსიკალური რაღაც იდეები და ასე შემდეგ კიდე უფრო კარგად განმეხორციელებინა. ხო, ანუ აი ამ community-ს და თუნდაც ხო, ანუ სტიას ანუ აი რაღაცა თავის ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობამ ხო რა ჩემ შემთხვევაშიც მუსიკალურ რაღაცებში ძალიან დიდი როლი ითამაშა და ხო მოკლედ ძალიან მადლიერი ვარ რომ ანუ ჩემ საყვარელ ლეიბლზე გამოვიდა ეს ჩემი გვატას სადებიუტო ალბომი ხო და ასევე ვიტყოდი რომ ძალიან მაგარ საქმეს აკეთებენ ისინიც, იმიტომ რომ ხო ის საგანძური რაც გვაქვს ან ძველი მუსიკა თუნდაც რა, რაც თითქოს რაღაცა ყველამ დაივიწყა თუ რაღაცა, გარდა იმისა რომ ახალ არტისტებს ძალიან უწყობენ ხელს, ხო რა, ანუ რაღაცა ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ამ მხრივ რომ ანუ ინახავენ ამ ქართულ მუსიკალურ მემკვიდრეობას და მათაც ასევე ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა აქედან. ასე. დიდი მადლობა შენ და გელოდებით კიდე მე სამომავლო გეგმებით და მუსიკით უღმესი მადლობა რომ ვიყავი ჩვენი სტუმარი. პირიქით თქვენ უღმესი მადლობა და წარმატებები. Yay! Yeah.